ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ზუსტად 5 დღე რჩება. 5 დღეში ისევე როგორც მთელ საქართველოში ამომრჩევლები არჩევანს რუსთავშიც გააკეთებენ. ვირასპირდება რუსთაველებს და ვის დაუჯერებს ამომრჩეველი ქალაქში, სადაც წინა საარჩევნო კამპანია საკმაოდ დაძაბულად ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, ბრალდებებისა და ხმაურის ფონზე წარიმართა. რუსთაველი მძღოლების ხმაურიანი პროტესტი და ქალაქის ცენტრში გაშლილი კარვები. ეს ტენდერი იყო კრიმინალური, გადაკეტილი გზები და დედაქალაქისკენ მიმავალი საპროტესტო კოლონა. ხელისუფლების შეცდომა თუ აქციების პოლიტიზირება ოპოზიციის მხრიდან, რატომ შეიცვალა რუსთავში სოციალური მოთხოვნები პოლიტიკურით. დაძაბული წინა საარჩევნო კამპანია ცოცხებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე. ეს არის მათი ბოლო გაფარცხალება. მათი ცხვირები, როგორც პინოქიოს ცხვირები, დიდი დაპირებების შეუსრულებლობის გამო არის ძალიან გრძელი. გაჩერებული, გაძარცვული, ჯართად ქცეული ქარხნები და უმუშევრად დარჩენილი რუსთაველები, რაც პირდებიან მერობის კანდიდატები ამომრჩეველს და ვის აირჩევს ქვეყნის უმთავრესი სამრეწველო ცენტრი. არ შეგვიძლია იმას შეგაკეთება ჩვენ არ შეგვიძლია. დღეს მთავარი ამბების დასრულებისთანავე ერთმანეთის პირისპირ რუსთავის მერობის 4 კანდიდატი: დავით ჯიქია ქართული ოცნება, მამუკა ჩიქოვანი ნაციონალური მოძრაობა, ეროსი კიზმარიშვილი ჩვენი საქართველო და რევაზ რიჯამაძე ლეიბორისტული პარტია. დღეს არჩევანს ვაკეთებთ ტევესამზე. ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამრეწველო ცენტრი, რომლის სტატუსიც უკვე წლებია წარსულს ჩაბარდა, დღეს უმუშევრობისა და უმძიმესი სოციალური პრობლემების წინაშეა. რიგითი რუსთაველები ამბობენ, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე მათ მხოლოდ დაპირებების მოსმენა უწევთ, თუმცა რეალური შედეგი, რომელიც მათ ოჯახებზე პირდაპირ აისახება, დღემდე არ უნახავთ. რა შეიძლება 15 ივნისის შემდეგ რუსთავში და რომელი კანდიდატი შეძლებს რუსთაველების მხარდაჭერის მოპოვებას? დღეს დებატებში ერთმანეთის პირისპირ რუსთავის მერობის კანდიდატები: ქართული ოცნება, დავით ჯიქია, ნაციონალური მოძრაობა, მამუკა ჩიქოვანი, ჩვენი საქართველო, ეროსი კიზმარიშვილი და ლეიბორისტული პარტია რევაზ რიჯამაძე. საღამომშვიდობისა, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის და ვიდრე კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავალთ, მე გაგაცნობ ჩვენი გადაცემის ფორმატს. გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენ ჩავთავთ Newsroom, სადაც TV3 ჟურნალისტები არიან შეკრებილი და თქვენ კითხვებს დაგისვამენ. მანამდე კი თქვენ გექნებათ 2 წუთი, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ამომრჩეველს და თქვენი ძირითადი გზავნილები საარჩევნო პროგრამიდან ძირითადი პრიორიტეტები გააცნოთ მათ და გადაცემის დასასრულს თქვენ კიდევ გექნებათ 2 წუთი, რომ მიმართოთ თქვენ ამომრჩეველს და უთხრათ, რატომ უნდა დაგიჭირონ ხარი 15 ივნისის არჩევნებზე. ვიდრე 2 წუთს დაგითმობდეთ, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ჩავატარეთ წილისყრა ეთერში შემოსვლამდე და რიგითობა ასე გადანაწილდა. პირველი იქნება ჩვენი საქართველო, ეროსი კიზმარიშვილი, მეორე ბატონი რევაზ რიჯამაძე, მესამე იქნება ნაციონალური მოძრაობიდან მამუკა ჩიქოვანი და მეოთხე ბატონი დავით ჯიქია. ბატონო ეროს, თქვენ უკვე გაქვთ თქვენი 2 წუთი და შეგიძლიათ დაიწყოთ წამზომი ჩაერთო. მადლობთ. ჩემი მერადარჩევის შემთხვევაში, შემდგომი 3 წლის განმავლობაში მე რუსთავში ვგეგმავ გარდა იმ ფულისა და იმ ფინანსებისა, რასაც სახელმწიფო ტრანსფერის სახით მოიტანს რუსთავში 100 მილიონი დოლარი ინვესტიციის მოზიდვას, რის საფუძველზეც 10,000 სამუშაო ადგილის შექმნას, ბიუჯეტის გაორმაგებას და პენსიონერებისათვის მუნიციპალური დანამატის სახით პენსიის გაორმაგებას. აი ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი და ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც ამ ქალაქს ჭირდება, როგორც წამყვანო ბრძანა და როგორც ჩემ შეხვედრებზე თითოეული რუსთაველი მემეუბნება. უმუშევრობა, მთავარი პრობლემა ამ ქალაქისათვის, წარმოებების ამუშავება, დასაქმება და ხვალინდელი დღის შექმნა. ეს არის ჩემი წინადადება და იმედი მაქვს, რომ ამ გზაზე რუსთაველები მე მხარს დამიჭერენ. ერთი წუთი დაგჭირთ გამოუყენებელი. მეორე ბატონი რევაზ რიჯამაძე, ბატონ რევაზ, მიმართეთ წამზომი ჩაერთო. მივესალმები ტელემაყურებელს ჩემს და ასევე სხვა კანდიდატების ამორჩევლებს. ჩემი დევიზია მეურვე და არა მეურვდე მერი. მერი უნდა იყოს მეურვე მოსახლეობის, თუ მას გააჩნია პრეტენზია მერობისა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისა, მან უნდა ასე ვთქვათ გაუწიოს რჩევა დარიგებები, დახმარებები მოსახლეობას. კონკრეტულად ჩემი საარჩევნო პროგრამა ნიშანდებულია უმუშევრობის დაძლევა თვით დასაქმების ინდივიდუალური პროგრამით. ანუ
ინდმეწარმეების მაქსიმალურად მცირე ბიზნესის განვითარება, ხელშეწყობა, დაფინანსება სახელმწიფო და საზოგადოებრივი საფინანსო ერთეულებიდან და შესაბამისად მესაკუთრეობის პრიორიტეტის წარმოჩენა. ჩემი იდეაა, რომ ნებისმიერი ბიზნესმენი, ნებისმიერი მოქალაქე პირველ რიგში იყოს მესაკუთრე და გახდეს რეალური მოქალაქე და შემდეგ მან იღვაწოს სხვა მიმართულებებზე. ასევე ჩემი პრიორიტეტია სამართლიანობის აღდგენა, რომელიც სამწუხაროდ დღემდე ვერ აღდგა, იმის გამო რომ იმ ტყუილების, იმ ქაოსის, იმ უგნურების შედეგად, რაც ამ ხელისუფლებამ როგორც დასაწყისში, ისე დღეს ახორციელებს და მე ჩემი იდეაა, რომ რუსთავის მერიაში შეიქმნას სპეციალური იურიდიული კომისია, რომელიც დადებს დასკვნას, გამოიკვლევს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ფაქტობრივ გარემოებებს და დადებს იურიდიულ დასკვნას, რომელიც იქნება უმაღლესი სტანდარტის მტკიცებულება სასამართლოში, როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის საქმეთა გადასასინჯად. მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა იყოს გასაჯეროებული, ყველა ხელშეკრულება, რომელიც ტენდერის შედეგად იქნება გამოვლენილი, უნდა დაიგეგმოს და დაიდოს იმ ფორმით, რომ მოსახლეობის მაქსიმალური ინტერესები იყოს გათვალისწინებული. დასაქმების კუთხით იქვე უნდა ჩაიწეროს ხელფასის ოდენობა და კვალიფიცირებული სპეციალისტების, ასევე მომზადებისა და გადაბზადების პროგრამაც. ეს არის ჩემი. კი ბატონო, დიდი მადლობა. ბატონო მამუკა, ხოთ გამოიყენა თქვენი 2 წუთი წამზომი ჩაირჩა. მოგესალმებით, მივესალმები რუსთაველებს და მე მინდა უთხრა თქვენი ეთერის საშუალებით რუსთავს და რუსთაველებს. მე ვიქნები ყველას მერი. მე ვიზრუნებ თითოეული რუსთაველის პრობლემაზე. იმ პრობლემაზე, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ბევრი დაუგროვდა თითოეულ ოჯახს, რუსთავში მაცხოვრებელ ადამიანს. ჩვენ გვაქვს ძალიან წყობრი გეგმა, ძალიან კონკრეტული პროგრამები, რომლის განხორციელებითაც ჩვენ გადავჭრით და მოვაგვარებთ ისეთ პრობლემებს, როგორიც არის უმუშევრობა. ახალი ინვესტიციები, ის ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამები, ბიზნესის განთავისუფლება დამატებითი რეგულაციებისაგან. საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე, რომ დაახლოებით წლის ბოლომდე ჩვენ უზრუნველყოფ მინიმუმ 2000 ახალი სამუშაო ადგილით რუსთავს და რუსთაველებისათვის, რუსთავს და რუსთაველებს. ამის მიღმა ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული პროგრამები, სოციალური პაკეტი, რომელსაც შევთავაზებთ და შესაბამისად ამ პაკეტის ამ პროგრამების საშუალებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, მასწავლებლები, სტუდენტები, მოსწავლეები, ის ადამიანები, ის ოჯახები, თუნდაც ვის ოჯახშიც ერთი დაუსაქმებელი არის. ყველა შეეხება, აბსოლუტურად ყველა რუსთაველს შეეხება ჩვენი პროგრამები და საბოლოო ჯამში მე დარწმუნებული ვარ, რომ მივახცევთ იმას, რომ რუსთავი იქნება ერთ-ერთი მოწესრიგებული ქალაქი, თავისი ინფრასტრუქტურით, თავისი სამუშაო ადგილით. მივახცევთ იმას, რომ აუცილებლად ავამუშავებთ რუსთავს. რუსთავი იმუშავებს, რუსთავის მომავალს არავის არ დაუთმობთ და ჩვენ ვიზრუნებთ მის განვითარებაზე. რუსთავს აქვს ძალიან კარგი პოტენციალი, ძალიან კარგი ინტელექტუალური რესურსი. ამასთან ერთად აქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ იყოს საცხოვრებლად ერთ-ერთი სასიამოვნო ქალაქი. და შესაბამისად ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, რომ რუსთავი იყოს თანამედროვე ევროპული ქალაქი. დაასრულეთ? კი ბატონო, ბატონო დავით. მოგესალმებით, რაც შეეხება კოალიცია ქართული ოცნების პროგრამას, დავიწყოთ იმით, რომ წელს 2014 წელს იყო პირველი წელი, როდესაც ბიუჯეტი შეიქმნა ისე რომ მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული საზოგადოების მოთხოვნები, მათ შორის ანუ ჩემი მოვალეობის შესრულებისას ვიყავ მერის მოვალეობის შემსრულებელი. მომიწია რაც დაახლოებით 100-მდე კორპუსში მომიწია, მე თვითონ მივედი განსაზღვრა თქვა რა პრობლემები იყო და ამ პრობლემების შედეგად დაიგეგმა 2014 წლის ბიუჯეტი. ანუ ამოსავალი წერტილი არის მოსახლეობა. მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად დაიგეგმა წლევანდელი ბიუჯეტი და შესაბამისად 4 წლის განმავლობაში პროგრამა რაც დაიწერა ფაქტურად განსაზღვრული არის. ამ კუთხით ძირითადი აქცენტები არის აღებული, აქ ვისაუბრეთ, რომ ზოგადად ქალაქში საკმაოდ მძიმე პრობლემაა უმუშევრობასთან დაკავშირებით. არის გვაქვს ჩვენ პროექტები, რომლებიც თქვა ხელს შეუწყობს ბიზნესის გარემოს უფრო კეთილ ანუ შეცვლას და თქვა სამუშაო ადგილების უფრო მეტად გამოჩენას. გარდა ამისა, დიდი ყურადღება არ დათმობილი ისე მოსახლეობიდან გამომდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის საკმაოდ დიდი პრობლემატური საკითხი არის. თუნდაც ავიღოთ ის, რომ მესმის რომ ბაღები გახდა ოფასო, მაგრამ პრობლემა შეიქმნა იმაში, რომ არ არის ანუ რაოდენობა იმ ბაღების რაოდენობა, თქვა მოსახლეობა სჭირდება და რეალურად ანუ აქცენტით მაგეთკენ არის აღებული, ანუ მაქსიმალურად მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად
შედეგად ხორციელდება ნებისმიერი პროექტი, მათ შორის სოციალური პროექტები, რომელიც თქვა დღეს წლევანდელ წელს რამოდენიმე პროექტი დაემატა ბიუჯეტით, მათ შორის იგივე ინფრასტრუქტურული პროექტები, თუნდაც ავიღოთ გამწვანების პროექტი, ძველი ქალაქის რეაბილიტაცია, ან ვისაც რუსთავი აქვს ნახი ნახავთ და რო ალბათ ახალ და ძველ რუსთავში საკმაოდ დიდი განსხვავება, იმიტომ რომ ძველი რუსთავი კატასტროფულ მდგომარეობაშია. მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ იმას, რომ რუსთავი დაემსგავსოს ქალაქს და რეალურად საშუალება იყოს იმისა, რომ თქვა სამუშაო ადგილებიც უკეთესი გაჩნდეს, ზოგადად სახელმწიფოს მიმართულებაც იგივე არის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. პირველი ორწუთიანი მიმართვების დრო ამოიწურა და მოდით ისევ იგივე რიგითობით მივყვეთ. ბატონო ეროს, რუსთავს უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი ფუნქცია ჰქონდა სამრეწველო ქალაქში, რომელიც ფაქტიურად არის დაკარგული. არის თუ არა რამე რესურსი თქვენი მონაცემებით, რომ ქალაქმა დაიბრუნოს იგივე სტატუსი და რა არის ამისთვის გასაკეთებელი, თქვენ რას გეკვლევთ? ზუსტად იმაშია ჩემი შეთავაზების განსხვავებულობა კოლეგებისაგან, რომ მე მთავარი აქცენტი გადავიტანე იმაზე, რასაც რუსთავის ისტორიული ფუნქცია ჰქვია. თუმცა მე ვისმენ კოლეგების პოზიციას და მე კამპანიაში, რასაც ხედავდი, იყო რაღაც გამწვანების თემები, რაღაცის მოწესრიგების თემები. ეს ვერ მოხდება და ვერც ერთი სოციალური პროექტი ვერ იქნება ხანგრძლივი და მდგრადი თუ არ იქნება შემოსავლების მუდმივი წყარო და ქალაქი, რომელშიც არსებობს უამრავი სამრეწველო სივრცე, დღეს არის ფაქტიურად დარჩენილი 2-3 მომუშავე საწარმოს ხარჯზე. ჩემი შეთავაზება არის შემდეგი. სააკაშვილის რეჟიმის დროს გაიყიდა რუსთავში არსებული საწარმოების დიდი უმრავლესობა. მათ შორის მეტალურგიული კომბინატი. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იყო ფაქტიურად გაჩუქება, იმიტომ რომ მისი ფასი იყო დაახლოებით 20 მილიონი ლარი, როცა რეალურად ეს ქარხანა ასეულობით $1,000,000 შეიძლებოდა გაყიდულიყო. ამის შემდეგ შეიქმნა სიტუაცია, როცა ქარხნიდან ჯართის სახით იქნა გატანილი საწარმოო სიმძლავრეების დიდი უმრავლესობა. დღეისათვის იქ დასაქმებულია 2500-მდე ადამიანი და ის სიმძლავრეები, რომელიც არის ამოქმედებული, არის ძალიან მცირე და არ აკმაყოფილებს არც მოთხოვნას, არც რუსთაველების შესაძლებლობებს. ამიტომ ჩემი შეთავაზება არის ამ საწარმოებისათვის. ჩემი შეთავაზება ამ მიმართულებით 100 მილიონიანი არ არის. ჩემი შეთავაზებაა, რომ იმ პირობებში, როცა ეს ქარხანა გაყიდულია ეგრეთ წოდებულ უპირობოდ, ჩვენ გვაქვს მექანიზმები რუსთავის პირდაპირ წესით არჩეულ მერს აქვს მექანიზმები იმისა, რომ საწარმოოს დღევანდელი მფლობელები ვაიძულოთ აქტიურად განახორციელონ საინვესტიციო პოლიტიკა. იგივე შეიძლება ითქვა სხვა საწარმოებზე. არის მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც დღეს არსებული რეზერვები იქნება მაქსიმალურად გამოყენებული. და შეიძლება შეთავაზებებს და 100 მილიონი ინვესტიციის მოზიდვას. 100 მილიონი ინვესტიცია მოზიდული იქნება კონკრეტული განვითარების სტრატეგიის ქვეშ და არა იმ დოკუმენტის ქვეშ, რომელიც შეიქმნა რუსთავის მუნიციპალიტეტში რამოდენიმე თვის წინათ. განვითარების გეგმა მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს. ჩვენ სერიოზული საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად პირველ რიგში დავდებთ რუსთავის განვითარების ხედვებს. მეორე, ამ ხედვების შიგნით ჩვენ მოვიზიდავთ საერთაშორისო ინსტიტუტების დაფინანსებებს და კერძო ინვესტიციებს. ზუსტი სახელები შეიძლება უწოდოთ იმ ჩანადებ თანხას, სად რა მიმართულებით ეს თანხა ჩაიდება, ამავე დროს ეს იქნება მსხვილი საწარმოები, ეს იქნება ჰიდროენერგორესურსის განვითარება, გადამამუშავებელი. ბატონო ეროს 100 მილიონ სასახლეებს მოლაპარაკებები გაქვთ ინვესტორებთან, თუ საიდან მოვიდა ეს ციფრი? პროექტი ინვესტორებთან მოლაპარაკებები არსებობს ციფრი, რომელიც დაკავშირებულია ზუსტ ხედვებთან. და შემიძლია ჩამოთვალო რამდენიმე პროექტი, რომლის განხორციელება არის მინიმალური ჩემი აზრით ამ პროექტის განსახორციელებლად. ესე იგი, პირველი რაც შემიძლია გითხრათ, ეს არის, რომ 100 მილიონი დოლარი არის შეთავაზების მხოლოდ ნაწილი და მოიცავს მხოლოდ სასტარტო შესაძლებლობებს. პირველი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოზიდული იქნება ჰიდროენერგო რესურსის განვითარებისათვის, ჰიდროენერგო სადგურის ასაშენებლად. 2 კასკადის ასაშენებლად. ამავე დროს ჩვენ გვაქვს რამოდენიმე პროექტი, რომელიც რუსთავში დაკავშირებულია გადამამუშავებელ მრეწველობასთან და ჩემი მთავარი შეთავაზება დღეს რუსთაველებისთვის არის რუსთავის როგორც რეგიონალური საუნივერსიტეტო ცენტრის ჩამოყალიბება. საუნივერსიტეტო ცენტრზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, მანამდე ძალიან მოკლედ რომ იპასუხოთ. შეგიძლიათ თუ არა ერთი ინვესტორი მაინც დაასახელოთ, რომელიც თქვენი გამარჯვების შემთხვევაში ფულის ჩადებას აპირებს? ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი. აზიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი. მსოფლიო ბანკი. ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც ჩადებენ აქ ფულს. ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ამაში. UNDP,
USAID შემიძლია ბევრი ჩამოთვალო, ეს არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც ამაში მიიღებენ მონაწილეობას, შემიძლია ჩამოთვალო ორგანიზაციები, კერძო ინვესტორების სახით, რომლებიც ამაში ჩაერთვებიან. ინვესტორები იქნებიან როგორც საქართველოს გარედან და მათ შორის მე არ გამოვრიცხავ რუსული კაპიტალის მონაწილეობას რუსთავში განხორციელებულ ინვესტიციებში ინვესტორები იქნებიან დღეს რუსთავში არსებული მოთამაშეებიდან და მე არ გამოვრიცხავ რომ ეს იქნებიან დღეს კომპანიების მფლობელები მათ შორის მეტალურგიული კომბინატის აზოტის თუ ცემენტის ქარხნის და ეს იქნება რუსთავში არსებული დღეს ბიზნეს გარემო დაახლოებით 20-25% იმ თანხების რომელზეც მე საუბრობ იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში. ბატონო მამუკა თქვენი ხედვა როგორია ამ მიმართულებით და ვიდრე მიმართულებით წახვიდოდეთ ძირითადი კრიტიკის ობიექტი ხდება ხოლმე ნაციონალური მოძრაობა, როდესაც რუსთავში გაჩენებულ ქარხნებზე, გაყიდულ ქარხნებზე და ასე შემდეგ მიდის საუბარი. თქვენი მმართველობის პერიოდში რატომ მოხდა ამდენი საწარმოს გასხვისება, რომელიც ფაქტიურად გაჩერდა და აღარ ფუნქციონირებს? ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით. მადლობა რომ მომეცით ამ კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალება. ჩვენი მმართველობის პერიოდში რაღაცა გაჩერდა. ჩვენი მმართველობის პერიოდში ვისაც კარგად ახსოვს რუსთავი 2003-2004 წლები ბატონი ეროსი მაგ წლებში ახლა რუსთავში აღარ მოღვაწეობდა და უფრო მაღალი ეშელონებიდან იყო ჩართული და მეტალურგიის ირგვლივ შექმნილ ბატალიებში პირადად იყო ჩართული და ხელეწიფებოდა სწორედ მისი პრობლემების მოგვარება, თუმცა ამას თავი დავანებოთ. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა თქვი ახლა. ცალსახად ზუსტად მე ვიცი რა თქმა უნდა 96% მეტალურგიული ქარხნის, რომელიც 2003 წლის მდგომარეობით იყო გაყიდული, ცალსახად შემიძლია ჩემი რუსთავში აქტიური შედეგად დაბრუნდა. მე მგონი ჩვენ საკამათოდ მოვედით აქ და თქვენ თქვით საკამათო თეზა, ამიტომ მე პასუხობთ 96% ეს არის ფაქტი მამუკა. 96% მეტალურგიული ქარხნის სახელმწიფოს დაუბრუნდა. თქვენი უშუალო ჩართულობის პირველი შეხების შესაბამისად მივიღეთ პირველი გაყიდული ჯართი რუსთავის მეტალურგიული ქარხნა. გაუგებარია რას ბრძანებთ რა ჩემი ჩართულობის შესახებ და რომელი ხავით უშუალოდ მეტალურგიის ირგვლივ ძალიან დიდი მადლობა ამ სატოპკესათვის მამუკა მეტალურგიაში 2020 წელს ჩემი ინიციატივით ჩამოტანილი იქნა კვოტა კრივოროშ სტალის ქარხნიდან ყოველთვიური 5000 ტონა კვოტა და ამ კვოტის საფუძველზე მამუკა მეტალურგიულმა ქარხანამ გააგრძელა არსებობა. რასაც თქვენ ბრძანებთ არის ტყუილი. რასაც მე ვამბობ არის ფაქტი. ტყუილზე არის ზუსტად თქვენი აპელირება, თქვენ მთლიანად აპელირებთ ტყუილზე და ეხლა ცალსახად მინდა გითხრათ 2003, 2004, 2005 წლები პრაქტიკულად რუსთავი იწოდებოდა მკვდარ ქალაქად. 2003-2005 წელს მეტალურგიული ქარხანა დაუბრუნდა სახელმწიფოს. მანამდეც რუსთავი იწოდებოდა მკვდარი ქალაქი და გაიყიდა შემდეგ 20 მილიონ ლარად თქვენი ხელისუფლების ვოლუნტარისტული გადაწყვეტილება. ძალიან ბევრი რამე გაკეთდა რომ იმის მერე ეს სახელი ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა იმისათვის რომ დღეს რუსთავი ქალაქად იწოდება. 60,000 კაცი ცხოვრობდა რუსთავში. ყველას გვახსოვს რომ რუსთავი როგორც მკვდარი ქალაქი არ იყო წყალი, არ იყო შუქი, არ იყო გაზი, გზაზე და სხვა ინფრასტრუქტურაზე აბსოლუტურად არ არის საუბარი და არც იყო მაშინ და მაშინ იყო ძირითადი გამოწვევები სწორედ ამ პრობლემების მოგვარება. ზუსტად ჩვენ და მე პრინციპში წელიწად ნახევარი ყავი მე 2008-2010 წლებში, მაგრამ კარგად მახსოვს ის პერიოდი. ამაღალ თანამდებობებზე მუშაობდით. ხო, ის პერიოდი კარგად მახსოვს რა გამოწვევების წინაშე და ჩვენ შევძლებთ ამ პრობლემების დაძლევა. შევძელით და დღევანდლამდე მოვიტანთ. დღეს არის რა თქმა უნდა ორიენტირი გასაკეთებელი მომავალზე. მომავალზე რუსთავის განვითარებაზე. სამწუხაროდ ბოლო წელიწადი და 8 თვის განმავლობაში ის რაც ჩვენ დროს შევძელით და ამუშავდა, ის რაც პრაქტიკულად კბილებით მოვიტანეთ. თუნდაც აი ძალიან მინიმუმ 3000 სამუშაო ადგილი დაიკარგა წელიწადი და 8 თვის განმავლობაში. ეს არის ვაგონ შემკეთებელი ქარხანა, ლითონ კონსტრუქციების ქარხანა, იქ საშუალო ზომის რამოდენიმე წარმოება არის. ამას დაემატა უმუშევართა დაემატა სამწუხაროდ ხელისუფლების არასწორი ქმედების გამო კონკრეტულ ვიღაცის ბიზნეს ინტერესებს შეეწირა დაახლოებით 200 ოჯახი, როდესაც 5 კაციანმა კლანმა მოინდომა სატრანსპორტო
რუსთავის სატრანსპორტო ბიზნესის ხელში ჩაგდება და შესაბამისად ყველაფერ ამას აუცილებლად ამ ყველაფერ გაჩერებულს ისევ და ისევ ჩვენ ავამუშავებთ. მაგაში გარწმუნებთ და რუსთავის მომავალს არავის არ დაუწყებთ. კი ბატონო, ბიზნესო და მოგვიანებით დავუბრუნდებით. მოდი მაშინ მე განვარცხებ. მოდი მაშინ რუსთავი ესეთია ლოზუნგი ნაციონალური მოძრაობის. რა მე გავაგზელებ წელიწადში და 8 თვის განმავლობაში. კი ბატონო, გავაგზელებ ბატონი ეროსის საუბარს, ანუ ბატონმა ეროსი საუბრა მეტალურგიასთან დაკავშირებით. მე გეტყვი ცოტა შედარებით ნაკლები ინფორმაცია მქონდა იმ პერიოდთან დაკავშირებით, მაგრამ სამაგიეროდ კარგი ინფორმაცია მაქვს იმ ბოჭკოსთან დაკავშირებით. თქვენი საკრებულოს თავმჯდომარეობის პერიოდიდან და მერობის დასრულების პერიოდში კიმბოჭკო დღესდღეობით როგორც აგურიც აღარ არსებობს. ხო არის ესე? კი ბატონო. რომელ წლებში მოხდა მისი გაკოტრება და მე დაჭრა და გატანა ქვეყნის გარეთ? არა, ასისულელა შეიძლება დოკუმენტაციით ნახოს. რომელმაც გააკოტრა კიმბოჭკო 2006 წლიდან ხდებოდა მისი გაჭრა და გატანა და ძალიან ბევრი რაღაცის დაჭრა და გატანა. არა ვარ აჭრილი. ეთყობა რუსთავში არც ხო. არა, რუსთავში ცხოვრობდი. მოხდა ეს ყველა. არა, როგორ გეკადრება? 2002 წლამდე. კარგად გადამოწმებული, კარგად ყველა სიტყვა ვარდების რევოლუციის მერე, ვარდების გაკოტრება კი ბატონო, ამდენი ხანი გრძელდებოდა. ამდენი ხანი გრძელდებოდა. ლაზარე კი ბატონო, ამდენი ხანი გრძელდებოდა. ყოფილი კი ბატონო, ამდენი ხანი გრძელდებოდა. გაკოტრების მართვა. ამდენი ხანი გრძელდებოდა. დაახლოებით 2 წელი. 2000-დან დაწყო. 2002 წელს აბრძანდებოდა თქვენ მაშინ. 2002 წელს? კი ბატონო. 2002 წელს არა, 2002 წელს ვიყავი არჩეული პირველად საკრებულოს წევრი გახდი რუსთავის. მანამდე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი ბატონო დავით და ჩვენ ეთყობა რუსთავში არა, როგორ გეკადრებათ, როგორ არ გახსოვთ რუსთავი რა იყო. როგორ ძალიან კარგად მახსოვს, რა. ეხლა როდესაც საუბარი არის, ხა მე მინდა აუცილებლად იგივე გაიშლება მიმართულებაა რომ რაღაცა აბსოლუტურად ყოველთვის ხდება აპელირება იმაზე რომ რაღაცა ყუილები არა როგორ გეკადრებათ ყუილები თქვენ საუბრობთ ხა ამჩევლის გულის მოგება რაღაცა ნორას უკაცრავად ხა როდესაც თქვენ წარსულში თქვენც იქებთ მოდი მასე დავიწყოთ საუბარი რა წარსულში უაზროდ რაღაცა ყუილების ძებნა ამ დროს თქვენ უნდა გქონდეთ ხედვა სამწუხაროდ მე ჩემი ხედვა მაქვს საკმაოდ კარგი ხედვა მაქვს საკმაოდ კარგი ხედვა თქვენ ხელისუფლებას წელიწად ნახევარს მოძახეთ წელიწად 7 თვე ვიყავ მერის მოვალეობის ხელისუფლებაზე არის როცა ნახევარზე აი როცა ხელისუფლებაზეა ლაპარაკი 2012 წლის სექტემბერში პრემია აიღე 2013 წლის სექტემბერში დავიწყე მუშაობა პრემია აიღე სახელმწიფო სტრუქტურაში და 2012 წლის სექტემბრიდან დაპორტირდი რა თქმა უნდა ახალ პოლიტიკურ პარტიაში მაგრამ აი ამ უნდა გწხვენდი ხა მაგაზე ლაპარაკობთ საპორტირებაზე ლაპარაკობთ რა 2000 არა მე არ გწხვენია მე ჩემ ხახტმის შესაბამისად როცა სპორტირებაზე ლაპარაკობთ ყველაფერზე არის მე ჩემ პასუხისმგებლობა იმაზე რომ დღეს აზე უნდა ვიყო პასუხისმგებლობა როცა გუბერნატორის თავად სპეციალისტი ვიყავი მაგაზე უნდა ვიყო და შენ მართველი იყავი მაგას გუბერნატორის პირველი მოადგილე იყავ და მაგას მე უნდა ვიყო პასუხისმგებლობა რეებს ლაპარაკობ ერთი რამე უნდა და რაღაცები უნდა გწხვენოთ ერთი რამე უნდა გაკეთებინა ერთი რამე უნდა გაკეთებინა რა უნდა გამეკეთებინა ის ყველა გაჩერებული პროექტი რომელი გაჩერებული პროექტი ერთადერთი გაქვთ სალაპარაკოთ ის რა ქვია 8 მილიონიანი სპორტის სასახლე სპორტის სასახლე კულტურისა და დასვენების პარკი მუშაობს დასრულების პროცესში 3 მილიონი და აქამდე ავტობამით 10 წუთში უნდა ყოფილიყავით აქ მაგრამ სამწუხაროდ მოდი მაშინ მე მასალებს ამოვიგებ 2012 წელს როგორ ყავდათ მერის თანამშრომლები გამოყვანილი კასკებით და რაფათქები ეკავათ ხელში აი შეგიძლიათ ამოწმოს თავისუფლად ნახავთ მერის და გუბერნიის თანამშრომლები თქვენის თავისუფლება და ნანახიმა და რატომ გეუნებით იწყებდნენ მუშაობას სამწუხაროდ გუბერნატორის თანამშრომლები და მერის თანამშრომლები გადაწყვეტილება მიიღეს ანუ რას უკაცრავა და ფათაშვილის ეს ტენდენცია 10 მილიონით ნაკლები იმით გაიმარჯვა რომ იცოდეთ და შესაძლებელია და რაღაც კასკადებს აკეთებთ 41 მეტრიანს იმით და ვაგნეურის წამსახურება 8 თვის განმავლობაში დაგჭირდათ იმის დათვლა რომ 10 მილიონით ნაკლები შეიძლება დამჯდარიყო გზა პროექტი ხელთავიდან გამოცხადა პროექტ პროგრამა აი შენ ეხა ამ შემთხვევაში ჩემთან შედარებით ხარ არა კომპეტენტური გეტყვი რა ეს აპროექტო გაცილებით მეტი ინფორმაცია მაქვს ვიდრე თქვენ გაქვთ პირდაპირ გეტყვით რა წელიწად და 8 თვის განმავლობაში ყოველ სამთვეში ერთხელ ხელისუფლება ბატონ ნარმანიას საშუალებით გამოდიოდა ტელევიზიაში და აცხადებდა რომ აი ახლა ჩატარდება ტენდერი და ახლა დაიწყება სამუშაო. ჩატარდა ტენდერი გამარჯვებული გამოცხადა მუშაობს. ძალიან კარგი აცხადება იყო. მინიმუმ 6 დღე ამ ხნის განმავლობაში ეს დასრულებული. თქვენ გამოხვედით განცხადება გააკეთეთ გაჩერებულ ქალაქსა და რაღაც ისულელებს და ერთ დღეში მუშაობა დაიწყო. უნდა გწოდეთ რაღაც პროექტი. უნდა მივცეთ ხალხი. ბატონ დავით, ბატონ მამუკა. წყალამრიდი უნდა ყოფილიყო. წყალამრიდი უნდა ყოფილიყო. მერვე, მეშვიდე მიკრორაიონებს. ბატონ მამუკა. თიდან ჩამონადენ წყალს მიკროფონები გაითიშება, ეხლა თუ არ დაასწრით ბატონ რეზოს, რო თქვას.
ის სარდაფებში დაგროვილი წყალი, ის ავანგარდები, რომელიც საკუთარ დაკავშირებით პროექტი არსებობდეს აუცილებლად განხორციელდება და როცა ესე გაწუხეთ მეშვიდეობრივი მიკროფონები გაგეთიშებათ ბატონ დავით, ბატონ მამუკა, მითხვა მაქვს ბატონ რეზოლ იჟაბაძე. ეს არის დიდი დანაშაული რუსთავის დიდი დანაშაული, იმიტომ რომ ის ავარიული სახლები ჩვენი საფრთხეა შესაბამისად. აი მავარული სწორედ ეს პროექტი იყო და სად იყო ეს პროექტი თავიდან თავდებოდა იმასთან ქალაქის შესასვლელთან და ეხლა რაღაცა ბელეტრისტიკები ჩაუბარი აი იქამდე გადიოდა გადიოდა დავიკეთ რუსთაველები გეტყვიან რასაც ვაკეთებ ძალიან ბევრი რამე გავაკეთე ძალიან ბევრი რამე გავაკეთე რა თქმა უნდა იყო შეცდომა იყო გადაცდომა მაგრამ პრობლემა იყო რომ რაღაცა ვერ მოვასწარე მაგრამ პირობას გაძლევ შენს და რუსთაველებს ამ გაჩერებულ პროექტებს ყველაფერს ჩვენ დავამუშავებთ ნათია ანეკდოტურ სიტუაციას რა შეიძლება ბატონ მამუკას და ბატონ დავითი 2012 წლის ბოლომდე ერთად მუშაობდნენ. არა, ერთად არ გიმუშავია არასდროს. სტრუქტურა არასდროს გიმუშავია. ბატონი მამუკა იყო გუბერნატორის მოადგილე ბოლოს, ხო თუ არ მეშლება და ბატონი დავითი. დავით ჯიქიას მისამართით ბრალდების სახით ყოველთვის ის მისეს რომ ნაციონალური მოძრაობის არასწორი ინფორმაცია არის. ამიტომ მე ისე გვამინდა რომ რაზეც დავა არასწორი ინფორმაცია გაქვს ბატონების. არასწორი ინფორმაცია. მე და ბატონ მამუკას ერთად არასდროს გიმუშავია. თქვენ ადმინისტრაციის ხელმძღვანელია ხო? მე ვიყავი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. საათით არ უმუშავია. მე და მამუკას ერთად გუბერნატორის მოადგილე და მერის ადმინისტრაციის თანამდებობები თქვენი ხმა როცა ყველა ერთად ლაპარაკობთ მე გახდით ერთი წლის განმავლობაში არც არის ეს დასამართლებელი ეს სიტუაციის სექტემბრის ერთ საათმას და პრემიაც არის ეს როცა ეხლა არის არა არასწორი ინფორმაცია ხა ეგ სირცხვილია მაგ თემაზე რო ლაპარაკობ მაგაზე ლაპარაკი სირცხვილია რა სირცხვილია მაგაზე ლაპარაკი მიკროფონები ითიშება თქვენი ბატონ დავით სექტემბერში პრემია ვიღო, ოქტომბერში განცხადება გააკეთა. ორივე თქვენი მიკროფონები უკვე გათიშულია, ბატონ დავით. ბატონ რეზო, რუსთავის სატრანსპორტო პრობლემა, რომლის შემდეგაც თქვენ გაგიცნოთ საზოგადოებამ, ესე აქტიურად, სატრანსპორტო პრობლემა იყო ის, როდესაც თქვენ იურიდიულ დახმარებას უწევდით მძღოლებს, რომლებიც გამოსულები იყვნენ ქალაქის ცენტრში და საპროტესტო აქციებს მართავდნენ. თავიდან სოციალური მოთხოვნით, შემდეგ ეს ყველაფერი გადაიზარდა სოციალურ უკაცრავად პოლიტიკური ელფერი მიეცა დადგა იქ პოლიტიკური მოთხოვნები. სატრანსპორტო პრობლემა რუსთავისთვის როგორც ჩანს პრობლემად რჩება. კი ბატონო. თქვენ რის გაკეთებას აპირებთ, თქვენ ამბობთ რომ ეს ტენდერი იყო კანონდარღვევით ჩატარებული. რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი ისტორია აქვს. სხვათა შორის ეს საპროტესტო მუხტი დაიწყო 2013 წლიდან, 2013 წლის თებერვლიდან და აქტიურ ფაზაში შევიდა 2014 წლის თებერვალში, 10 თებერვალს, როდესაც გაიმართა საკრებულოს ხდომა სატენდერო დებულების დამტკიცების თაობაზე. ერთი წელი ქონდა სერიოზული მუშაობა ჩვენ შევქმნით ორგანიზაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია, ვაპირებდით თანამშრომლობას, რეფორმირებას ტრანსპორტის სფეროს და ქონდა გარკვეული შეხებები რუსთავის მერიასთან, საკრებულოსთან და ასევე მე უშუალოდ მონაწილეობდი კომისიაში, საკონკურსო კომისიაში, რათა შემუშავებულიყო მართებული დებულება მძღოლთა, ასევე მგზავრთა ინტერესების დაცვის მიმართულებით. თუმცა ბოლოს განვითარებული მოვლენები უკვე თებერვლის თვეში, როდესაც საკრებულოში გადავიდა ეს ჩვენი დამუშავებული პროექტები, მე გახდით მძღოლთა არასამთავრობო ორგანიზაციიდან წარდგენილი კანდიდატი კომისიაში, შემდეგ უკვე ამ დებულების გადატანისას, საკრებულოში გადატანისას მოხდა საოცრება, რომ ის ძირითადი კონცეფციები, ის დამცავი მექანიზმები, ის ასე ვთქვათ მარჟირება რაც ჩვენ თითოეულ სეგმენტ ანკულათა დაჯამების წესის მიმართულებით გავაკეთეთ. სხვათა შორის 18 კაცი იყო კომისიის წევრი, 18-მა ერთხმად მხარი დაუჭირეთ იმ პროექტს, რომელიც გადავიდა საკრებულოში. თუმცა აღმოჩნდა, რომ საკრებულოში ამ დებულების გადასვლიდან პრობლემის ისტორია ვის გაკეთებას აპირებთ გადასვლამდე ეს გაიარა მერიამ, ეს პროექტი გაიარა მერიამ და სამწუხაროდ მერიაში გადაგვარდა ეს პროექტი და საკრებულოზე გავიდა მიმღები რუსთავში მერია თუ საკრებულო გადაწყვეტილების გააჩნია კომპეტენციებს დავალება საკრებულომ თუ მერია დავალება ამ შემთხვევაში არავის არ გაუცია ვინ დაავალა მერიას მერი არის დავალებების შემსრულებელი დავალებები ტელეფონით იმართება ესაც კონკრეტული კლანის არ გვინდა ერთი წამი არ გვინდა ისა არ გვინდა სატარებს და მერს შექმნა ეს ნორმატიული აქტი და შესაბამისად მერის ნორმატიული აქტი ხომ არიან ნაციონალური მოძრაობა საკრებულოს სამართლებრივად თქვენ ამბობთ რომ ნაციონალური მოძრაობა დავიშეკეს
ნორმატიულ აქტს საკრებულო ვერ აუქმებს. მერმა უნდა დავალება მისცა საკრებულოს მე პირობას გაძლევთ დაგანახებ რომ მერი გააუქმებს 15 ივნისის მერე და ეს ვიქნები მე პირველი ხელმოწერა ვინც გააუქმებს ამ ხელშეკრულებას ინტერტრანსთან. სამწუხაროდ ბოდიშით მაპატია ქართული ოცნება რუსთავში იქცა შპს ინტერტრანსის და მისი აქტივისტები იქცა ინტერესების დასაცილოა. სასაცილოა რომ ლაპარაკობ, იმიტომ რომ ჩემ პერიოდში იყო ზუსტად რუსთავ თბილისის აი ხა მაშინ ხო შედი. ჩემ პერიოდში მე ავარიდე რუსთავში ხაზები შიდა საქალაქოში გადმოვიდა. ჩემ პერიოდში ზუსტად შესაბამისად ამ ფირმის პარლამენტმა ხო განიხილა და თქვენ საკრებულოს თავმჯდომარე გამოდის ესახურა. ჩემ პერიოდში მე ავარიდე რუსთავს თქვენ არა გიძებია ზაქარია დარჩიაშვილი მართა 2012 წელს ზაქარია დარჩიაშვილი ქალაქის მერე ხა და ნუ დაიწყეთ რაღაც მისი არც არ გაგიგეთებია რა ძალიან 2010-ში იყო ეს პირველი წელი შენ მაშინ გეძინა მომისმინეთ ბატონო თუ რაიმე არ იქნება სწორი მე შევეცდები კანონის კონკრეტული ნიშნებით პარლამენტი როგორ გამოხდა ეხლა რა შეეხება არა მაგაზე გესაუბრე ეს იყო თავიდან 2011 წელს ბალავაძის ინიციატივა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი თორსტი ფრაქციის თავმჯდომარე იყო 2011 წელს მან შემოიტანა პროექტი საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონში ცვლილებების თაობაზე სადაც რუსთავი-თბილისის მარშრუტი დაუქვემდება რა ასე ვთქვათ ადგილობრივ საქალაქო გადაყვანებს. ანუ ფაქტიურად რუსთა-საქალაქოშურის მარშრუტი შეიყვანეს ადგილობრივში და განებართვიანების სისტემაში. მაშინ დიდი ომი მქონდა სხვადასხვა პარლამენტში მქონდა წერილები ასე შემდეგ და მაშინ მოხერხდა ეს რომ ბოლომდე ახლა რაც შეეხება თემას დვინ დაავალება ხო ნორმატიული აქტი გამოსცა საკრებულომ როგორც წესი როგორც პარლამენტი ავალებს ხოლმე მთავრობას აღმასრულებელ ხელისუფლებას ისე არანაირი განსაკუთრებული დავალება აქ არ ყოფილა ელემენტარულად საკრებულოს ეს დადგენილება აღასრულოს მერიამო ეს შაბლონია ყოველთვის ესე იწერება თუმცა რა აღასრულოს ერთი რომ იქ არ წერია გამოაცხადოს ტენდერი კონკურსი იქ არ წერია იქ წერია შეასრულოს მაგრამ იქვე დაუწერა მესამე მუხლის მესამე პუნქტი ასევე მერი რატო გააუქმა ამ შემთხვევაში მაშინ საკრებულომ მიღებული გადაწყვეტილება რომელი ეს მე გეუბნებით მე იმიტომ რომ თქვენ იმდენად სიღრმეში წახვედით რომ მე მგონი ერთი საათი აღარ მოხდა ორი არჩევანი დაუტოვა ერთი გამოაცხადებია ტენდერი ერთი წამით რა უკაცრავად რა ბატონო ორი არჩევანი დაუტოვა დაავალა არ ნიშნავს რომ გამოაცხადე კონკურსიო ან გამოაცხადე ან არ გამოაცხადე იმიტომ რომ ეუბნება პირდაპირ წერია ან ერთი წამით ან გამოაცხადე კონკურსი თუ მზად არის სიტუაცია ან და გამოიყენა მესამე მუხლის მესამე პუნქტი არ გამოაცხადო კონკურსი და საკრებულომ გადაწყვეტილება რომელთაც მძღოლები დაუბრუნდებოდნენ თავიანთ საქმიანობას მიპასუხეთ მოკლედ და დავამთავროთ გეტყვით ახლა ერთი წამით 2014 წლის 21 ახლა მაისს საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება 2 წლით გადაუვადდეს ჩვენ კი არა მძღოლებს კი არა ინტერტრანს აი მაფიოზებს გადაუვადეთ საკონკურსო პირობების შესრულების ვადა და ამ 2 წლის განმავლობაში ყველა ფირმამ, ყველა მძღოლმა გეგმები, ფულები უნდა შეიტანონ ინტერტრანსში. გესმით? ეს როგორი ეს ინტერტრანს გადაუვადეს. ანუ საქმერაში ერთი წამი. საქმერაში საკონკურსო პირობები. არა, ბატონო რეზო მომისმინეთ ერთი წამი. ბატონო მამა, ერთი წამი მაჩვენე. ბატონო რეზო. ძალიან საინტერესოა. თუ ყველა გადაწყვეტილების მიმღები იყო საკრებულო, შემდეგ ამას აღასრულებდა მერია. ყველა აქცია რატო იმართებოდა მერიასთან და არა საკრებულოსთან? მერია და საკრებულო შენობაში. გავიგე, მაგრამ თქვენი მოთხოვნები სულ იყო მერიის წინააღმდეგ და არა საკრებულოს მისამართი. მე მოგახსენებთ 2014 წლის 10 თებერვალს გაიმართა საკრებულოს წინააღმდეგ სხდომა. 10 თებერვალს საკრებულომ ჩაიდინა დანაშაული. მიიღო საკონკურსო წესი, მე ვესწრებოდი იმ სხდომას. ვემუდარებოდი, ვეხვეწებოდი, ვეჩხუბებოდი საკრებულოს ყველა წევს. არ მიიღოთ, თორემ მე უკვე ყველანაირი ბერკეტი გამოგვეცლება ჩვენ. დავიღუპებით ამდენი ხალხი მეთქი. ჩხუბობდი ეს ჩანაწერი არსებობს ვიდეო, აუდიო, სტენოგრაფიული. მაინც მიიღეს, გავყიდეს, გვიღალატეს. საკრებულო. ზღოლებს უღალატეს საკრებულო. ზღოლებს
იყოს სხვა დაპირება, იყოს სხვა საუბრები. ვისგან იყო სხვა დაპირება? ვინ საკრებულოს უმრავლესობა ვინ არის? ვისგან იყო დაპირება? ეხლა ვისგან ახლა საკრებულოს? მაინტერესებს საკრებულოს წევრებიდან იყო თითქოს და განწყობა, საკრებულოს უმრავლესობისგან. საკრებულოს უმრავლესობა ძირითადად რითი ხდება, მე მესმის თქვენ რაზეც საკეთებთ აპელირებას. მე არაფერზე არ ვაკეთებ აპელირებას, მე კითხავს 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მერე, ისევე როგორც ბატონი დავითი, საკრებულოს რიგი წევრებიც ასევე პორტირებული იქნა. ახალ პოლიტიკურ რეალობაში და ერთი მინდა გითხრათ ცალსახად. ვერც ერთ გადაწყვეტილებას ვერ დაასახელებთ და ვერც ბატონი დავითი ვერ დაასახელებს, რომელიც დავითის მიერ იყო შეტანილი საკრებულოში და საკრებულოს მიერ იყო ეს დავასახელების გამოცხადება, რეორგანიზაცია. სუსის და შესაბამის պետსამსახურების მიერ იმართებოდა. ღამე რა გესიზმრება ეხლა ნახდათავის სუსი კუდით თქვენ ხელმძღვანელობთ რა. ბატონი დავითის ხელმძღვანელობთ რა. ყველანაირი პროექტის მომზადება და შეტანა. ბატონი დავითი შეპირდა იმ ძღოლებს, რომ თქვენ არ არის პრობლემა, ტენდერს გამოვაცხადებთ, იყიდეთ ახალი მანქანები, დათო ჯიქია შეპირდა მაგას? დათო ჯიქია და მისი მოადი ხა დათო ჯიქია მოაჩერდა და მისი ანუ მე ახალი მარშრუტკები დაიყიდა სულას და აყიდია ბანკებიდან ვალია დათო ჯიქია მაგას პირდებოდა რომ ახალი მარშრუტკები ან დათო სულაზე პირდებოდა რომ ახალი მარშრუტები და ასე შემდეგ და პრობლემა არ იქნება აპრიორი თავში გააჩერეს ეს აპრიორი თავში არ ყოფილა ერთი წამი რა თუ შეიძლება ბატონი ეროსთან თუ შეიძლება ფაქტობრივად ეხლა თუ გაინტერესებს ამ თემის თავი და ბოლო ჩვენ ასე პირდაპირ ეთერში ვერ გავიგებთ ბატონო არა ძალიან მოკლედ ორი წინადადებით გეტყვით რა 10 ფებრუარს საკრებულომ ჩაიდინა დანაშაული მაგრამ იმავე საკრებულოს ხდომას ესწრებოდა დავით ჯიქია. მოკლედ ერთი წამით რა თქმა საკრებულომ გადაწყვეტილება ბატონიზო 10 წუთია საუბრობ რატომ გააუქმა რა პასუხი მიიღეთ საკრებულომ რატომ გააუქმა თავისი გადაწყვეტილება თავისივე გადაწყვეტილება გააუქმა იმიტომ რომ არალეგიტიმურად არ შემდგარა ხდომა ჩემი ინფორმაციით მოხდა არა ხელმოწერების ჩამოტარება მე ვაკონტროლებდი სიტუაციას რა ხდებოდა როგორ ხდებოდა ხელმოწერების მხოლოდ და მხოლოდ ოქმის ჩამოტარება ხდებოდა არანაირი სხდომა იქ არ ჩატარებულა და შეცდომით ხელი მოაწერიეს რაღაც დოკუმენტზე თან შინაარსიც არ იცოდნენ კარგად რაზე იწერებოდა ხელი ამიტომ 2 წლით მძღოლებს კი არ გადაუვადეს დასაქმება ერთი წამით რა ნუ ჩაერთო მძღოლებს კი არ გადაუვადეს ინტერტრას გადაუვადეს მძღოლების ტანჯვა წამების ვადა მძღოლების 12 საათ ჩატარა საკრებულოს ხდომა აი რა დაშინება ეხლა რა შეეხება თქვენ მოსამართლე ხართ რა შეეხება რეკლამის დრო არის ბატონო ეროს უნდა გავიდეთ რეკლამაზე დებატებში რეკლამის დრო არის რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით შეერთვებიან უბრალოდ სტატუს სტუდიო წარმოგიდგენთ. ტექნოლოგიური პროგრესი ცვლის გარემოს, სადაც ვცხოვრობთ, ცვლის სტილს, როგორც ვცხოვრობთ. დროულად გაიგო თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ, ნიშნავს იცოდე როგორი იქნება სამყარო ხვალ. ტექნიკური და პროგრამული ინოვაციები გადაცემაში ციფრული დაიჯესტი. ყოველ შაბათს 19 საათსა და 30 minutზე TV3-ის ეთერში. ციფრული დაიჯესტის სპონსორია ალტა. ჩართე იდეა. ისე მარტივად მეკონტაქტები პლანშეტური კომპიუტერით გეგონება აქ მყავდეს. გამარჯობა შვილო. აი შენ რომ გიყვარს იმ ნამცხვარს ვაცხობ. არა და 1 წელია უკვე საზღვარგარეთაა. ამის საშუალება ტექნობუმმა მომცა. უპროცენტო განმადებით თვეში 8 ლარი ჯდება.
პირს, რომელსაც სახელმწიფო ან ადგილობრივ ხელისუფლებაში უკავია თანამდებობა ეკრძალება. სამუშაო საათებში ან სამსახურეობრივი ფუნქციის შესრულებისას წინა საარჩევნო აგიტაციის გაწევა. სამსახურებრივად დამოკიდებული პირების ჩაბმა წინა საარჩევნო კამპანიაში. თუ არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს არ აქვს თანაბარი ხელმისაწვდომობა ადმინისტრაციულ რესურსებზე, იკრძალება. ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შენობების გამოყენება. მათთვის განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა ტექნიკის გამოყენება. საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება. ვიცოდეთ კანონი. პატიოსანი და სუფთა რეპუტაციის კაცია. ის გუნდურად მოთამაშეა, მიზანსრაფულია და იცის ერთგულების ფასი. ის შეინარჩუნებს და გაუფრთხილდება თბილისის ისტორიულ მემკვიდრეობას. სტილის რეგიონის კულტურულ ცენტრად აქცევს. ჩვენს ქალაქს ზრუნვა სჭირდება. დავით ნარმანია. ერთად ვიზრუნოთ თბილისზე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა მშვიდობიან თანაცხოვრებაზე იწყებს ფიქრს. ცნობილი ფრანგი მოღვაწე ჟან მონე ევროპის სამშვიდობო კონცეფციას აყალიბებს. საფრანგეთმა და გერმანიამ ერთობლივად უნდა აწარმოონ ქვანახშირი და ფოლადი. ეს მათ შორის ომს შეუძლებელს გახდის. 1950 წლის 9 მაისს მონეს იდეა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა გაახმოვანა. ამით ევროპის ერთიანობას დაეთო დასაბამი. 1951 წელს დაარსდა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება. მას საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ბელგია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები შეუერთდნენ. 1967 წლიდან ევროპის უდიდესმა ეკონომიკურმა ერთობამ არსებობა უკვე ევროპული თანამეგობრობის სახელით განაგრძო. 1993 წლიდან კი მას ევროკავშირი ჰქვია. 1995 წლისთვის ევროკავშირი უკვე 15 ევროპულ ქვეყანას აერთიანებდა. შეიქმნა საერთო ბაზარი, გაუქმდა ქვეყნებს შორის საპასპორტო კონტროლი. ევროპამ თანამშრომლობა, ურთიერთდახმარება და მშვიდობიანი თანაცხოვრება დაიწყო. 2004 წლიდან მსოფლიოს უდიდესმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა ორგანიზაციამ კარი გაუღო ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებს. ამით საბოლოოდ წაიშალა დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას შორის მრავალი წლის მანძილზე ხელოვნურად გავლებული ზღვარი. ერთიანობა მრავალფეროვნებაში ევროკავშირის დევიზია. მისი წევრი დღეს 28 ევროპული სახელმწიფოა. აქვს 24 ოფიციალური ენა, მოსახლეობა 500 მილიონია. ეს ერთიანი ევროპაა, ევროპელ ხალხთა ერთობა, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში. 2009 წელს პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ინიციატივა ოფიციალურად ამოქმედდა. ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ განსაკუთრებული თანამშრომლობის ფორმატი შექმნა მის 6 მეზობელთან აღმოსავლეთით, მათ შორის საქართველოსთან. ინიციატივა ითვალისწინებს პოლიტიკურ ასოცირებას, ევროკავშირთან ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას, უვიზო მიმოსვლას. 2010-2013 წლებში ევროკომისიამ სოციალური და ეკონომიკური პროექტების განსახორციელებლად საქართველოსთვის 180 მილიონი ევრო გამოყო. 2013 წელს თბილისსა და ბრიუსელს შორის ასოცირების შეთანხმების პარაფირება განხორციელდა. 2014 წლის ივნისის ბოლოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით საქართველოს ევროკავშირის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება. საარსებო მინიმუმი 150 ლარი, პენსია 150 ლარი, სოციალური დახმარება 60 ლარი. სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დიმიტრი დარბაისელმა ერთ თვეში 18222 ლარი აიღო. მისმა მოადგილემ ვლადიმერ ბუნტურიძემ 98390 ლარი. კიდევ ერთმა მოადგილემ გოგი გახარიამ 99130 ლარი. ოცნება არ მუშაობს. ვინარიანის ინვესტორები, რომლებიც თვლიან, რომ დღეს საქართველოში ფულის დაბანდების დროა. საინვესტიციო პორტფელი, კაპიტალის მოძრაობის დინამიკა და ქართული ბაზრის პერსპექტივები. როგორ აისახება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ჩვენს რეალურ ცხოვრებაზე.
გადაცემა ინვესტორის საქმიანი ადამიანებისთვის. საინტერესო სტუმრებით და სიახლეებით. ყოველ პარასკევს ჩვენ ხვდებით ერთმანეთს. გადაცემის გენერალური სპონსორია ზედაზენი. აბა რა. ზედაზენი. აბა რა. ცნობილი, წარმატებული, პოპულარული ქალები. 21 საუკუნის დაკვეთა. ბიზნესი მაღალ ქუსლებზე. სამშაბათს 22 საათსა და 30 წუთზე. განმეორებით კვირას 10 საათსა და 30 წუთზე. TV3-ის ეთერში. გადაცემას წარმოგიდგენთ ავეჯის სახლი ბელჰაუსი. Знаковые события и решения, которые нельзя игнорировать. Мы работаем, чтобы вы были в курсе. Мы говорим о том, что имеет значение. Каждый день в 22:00 смотрите «Итоги». Русская служба новостей на ТВ3. Нам есть что рассказать. TV3-ის პირდაპირ ეთერში დებატები გრძელდება და რეკლამის დროს ტრანსპორტის თემაზე დებატები არ შეუწყვეტია ჩემს სტუმრებს. ეროსი კიცმარიშვილს მინდა ვკითხო. ბატონო ეროსი, რამ შექმნა ტრანსპორტის პრობლემა რუსთავში და იმ შემთხვევაში თუ თქვენ გახდებით რუსთავის მერი, რის შეცვლას აპირებთ ამ მიმართულებით? ეს პრობლემა შექმნა ზუსტად იმან, რაზეც ვსაუბრობ მთელი ამ დროის განმავლობაში. იმან, რომ გადაწყვეტილების მიღება არ ხდება თვითმმართველ ქალაქ რუსთავში. იმიტომ რომ დღეს დღევანდელი სიტუაციით პატივცემული ჩემი კოლეგა დღევანდელი წარმოადგენს ქართული ოცნების მხრიდან დანიშნულ ადამიანს, წარმოადგენდა და მას არ ქონდა არანაირი უფლება მიეღო გადაწყვეტილება. ტექნოლოგიურად ეს მოხდა შემდეგნაირად, როგორც ბრძანა პატივცემულმა მეორე ჩემმა კოლეგამ, მისი, ანუ მერიის და საკრებულოს მხრიდან გარკვეული ზეწოლის თუ შეთანხმების საფუძველზე ხდებოდა ქალაქისათვის, ძღოლებისათვის, მოსახლეობისათვის მიუღებელი გადაწყვეტილების გატანა, ზოგჯერ ხელების გრეხვით, ზოგჯერ ნებაყოფილობით. ამას იცავს დღეს პატივცემული რევაზი, მან მართალია ძალიან დიდი გზა მოყვა ამ ისტორიის, იმიტომ რომ მართლა ჩართულია უკვე დიდი ხანია ამ თემაში, მაგრამ სიტუაცია როგორც წვეთში ზღვა ჩანს, ისე ჩანს დანარჩენი პროცესების ანომალურობა რუსთავში. ამიტომ ვსაუბრობ ჩვენ, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდება იმ პირობებში, როცა მე გავხდები რუსთავის მერი, ქალაქში, იმიტომ რომ რუსთავის მერი არის მხოლოდ და მხოლოდ რუსთავთან ვალდებული ადამიანი და მის უკან არ უნდა იდგენ ადამიანები, რომლებიც მანიპულაციებს ახორციელებენ. მარტივი იყო ეს ისტორია, თელმა რუსთავმა იცის ეს და ეს თემა გახდა ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან უზარმაზარი მიტინგებისა და ნერვიულობის საგანი. და მძღოლებს მე მგონი მისამართი არ შეჩლიათ. მათ იცოდნენ კონკრეტული ადამიანები, ვინც ამის უკან იდგა. ეს არის ცუდი, ეს არის ის, რის წინააღმდეგაც მე გამოვდივარ და რაც რუსთაველებს არ მოსწონთ. მეტი არაფერი. გასაგებია. ბატონო მამუკა, თქვენ შესავალ სიტყვაში, სადაც ორწუთიანი შესავალი სიტყვა ბრძანეთ, თქვენ ბრძანეთ, რომ
ბიზნესზე ზეწოლა არ იქნება იმ შემთხვევაში თუ თქვენ გახდებით მე. თქვენ აღმოხსნათ ბიზნესზე ზეწოლის ფაქტს. რას გულისხმობთ? ძალიან მკვეთრად ხაზი გაუსვი, რომ ბიზნესი განთავისუფლდება, რა თქმა უნდა, თუ ზეწოლა არის, მაგ შემთხვევაში განთავისუფლდება. ასევე მაქსიმალური ხელშეწყობა მოხდება და შესაბამისად პრაქტიკულად რიგი გადასახდელები გაუქმდება, რიგი შემცირდება. ამას ქალაქის მიღაპირებს? რიგი შემცირდება. არა, ქალაქის მიღაპირებს. კანონში უნდა ჩაიხედოს, რაღაც გადასახდელი. კარგად ამოხსენეთ. კარგად ამოხსენეთ და არა თვითმართველობა. აი, ზუსტად მაგაშია შენი პრობლემა, დავით, რომ შენ არ შეგიძლია გადაწყვეტილების მიღება. ახალი კანონი თვითმართველობის მაგას არ ცვლის, როცა ეხა ხალხის ადგილობრივ გადასახადებში აქვს, ერთადერთი შეგიძლია შეამჩირო, ერთადერთი შეგიძლია ადგილობრივ გადასახადი. აი, რო არ შეგიძლია ზუსტად მაგას. ადგილობრივ გადასახადი ერთადერთი შეგიძლია, რომელიც მიზერულია. მაგას დაინახო. კი ბატონო. ბატონო მამუკა. რეალურად შესაძლებელია. დამატებით რეგულაციებში ძალიან ბევრი ნიუანსი იგულისხმება. სამწუხაროდ დღეს ბიზნესის დასაწყებად კითხეთ ნებისმიერ საქმიან ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი. ბატონო მამუკა, უკაცრავად. მე ეს კითხვა დაგისვით, როდესაც თქვენ ბრძანეთ ბიზნესი ახსენეთ, მე გამახსენდა ერთი ფაქტი, რომელზეც მინდა გკითხოთ. საქმე ეხება სტამბოლის ბაზართან დაკავშირებულ მოვლენებს, რომლის ყოფილი მფლობელებიც აცხადებენ, რომ დავით კირკიტაძემ, ყოფილმა გუბერნატორმა, თქვენმა მოადგილემ და ასე შემდეგ, ფაქტიურად წაართვით წილებს. ეს არის ბიზნესის ხელშეწყობა. თქვენ თუ შეიძლება თქვენი ინფორმაცია მაინტერესებს. ტაბატაძე იყო თქვენი მოადგილე, თუ არ ვწდები, რომელსაც როგორც ეს დაზარალებული ადამიანი ამბობს, თქვენი პირველი მოადგილეა, რომელსაც გადაუფორმეს ციხიდან ჩაკეტილმა ადამიანმა, ბიზნესმენებმა მას წილი. ორი დაპატიმრებული ადამიანი, ორი გაქცეული ადამიანი და ერთი სადღაც ჩაკეტილი ადამიანი, ამაზე რა პასუხი? ეხლა გაგცემთ პასუხს, რა თქმა უნდა. თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია რაღაც გარკვეული დოზით ტაბატაძესთან მიმართებაში შეიძლება სიმართლე შეესაბამოს, თუმცა ნიუანსებში, დეტალებში არა ვარ გარკვეული. ის ტაბატაძეა, რომელიც დღეს არის მერის და ბატონი დავით პირველი მოადგილე. ამის შესახებ ბატონ დავით შევეკითხები, მაგრამ თქვენი ერთ დაამთავრებინეთ თქვენი მოადგილე იყო, ხო? ძალიან გთხოვთ დაამთავრებინეთ. იქნებ მოიკითხოთ ვისია სტამბოლის ბაზარი. იქნებ კარგად დაინტერესებულიყავით ვინ არის წილში სტამბოლის ბაზარში. მაშინაც ვინ შეიძინა, ეხლა ვინ არის ბიზნესმენი, რომელსაც წილი გადააფორმებინეს, ყובה რომ მას გადააფორმებინეს წილი ტაბატაძეზე იძულებით და მე ამაზე გთხოვთ პასუხს. მაშინაც ეს იყო აბსოლუტურად ეს იყო ესეთ ტყუილები არჩევნების წინ ხდებოდა და ეხლაც ანალოგიური პრინციპი აქვს. ანალოგიური პრინციპი აქვს. გიგი ტაბატაძე იყო მარცხნივ. ფარცხალაძეები, ტალახაძე არ გახსოვთ ეს ადამიანები? ფარცხალაძეები, ტალახაძეები, რომელიც სალაპარაკეს და იმ პირობით რომ ვიღაცა დაუბრუნებდა ბაზარს. ფარცხალაძეები და არ ვიცი რა ტალახა 4 ციხეში არის კიდე დედაფლი რომელიც გაქცევით ბატონო დავით მიპასუხებს და მე შესაბამისად ეხლაც გითხეთ რატო ვერ დაიბრუნეს რატო დღეს საქმის გამოძიება მიმდინარეობს როგორც ჩვენ ვიცით. მე მოდი პირდაპირ გეტყვით კონკრეტულად მაშინაც ეხლაც ფლობელი არ შეცვლილა, მინდა გითხრათ და შესაბამისად ეს ადამიანები მასპინძლობენ ქვეყნის უმაღლეს პირს და პირებს მასპინძლობენ და შესაბამისად კარგად არის ისრაელში რეესტრში აცვლილება დაფიქსირებული რომ ფლობელი შეიცვალა ბატონო ყოველთვის იყო მცდელობა და აპელირება ქართული ოცნების მხრიდან რომ ოღონდ ტალახია სრულად მამუკა ჩიქოვანისათვის შესაბამისად ჩემზე იყო თითქოს მომული დამაბრალეს ის რომ მერია გაუყიდე და ჩემნა გაყიდულ მერიაში იჯდა აქამდე მერიის წინმოედანი არ არანაირი შეხება რატომ იყო იქ თქვენი გვარი რატო ფიგურირებდა აი იმიტომ რომ ქართულ ოცნებას ესუნდა რო სად იყო მაშინ ქართული ოცნება მაშინ არ იყო არ იყო ქართული ოცნება და ყველა მეწილე სხვათაშორის ციხეში იჯდა ჭანტურია ციხეში იჯდა როიცოდე და დანარჩენი მეწილები ყველა ციხეში იჯდნენ ბატონო თქვენი ინფორმაცია გაქვთ რატომ არის თქვენი მოადგილე ტაბატაძე ძალიან საინტერესოა. სანამ რეორგანიზაცია რასაც ახლა ვსაუბრობთ, სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთი პირველი დამფუძნებელი თენგიზჯიკი აღონდ არ არის დავითის ნათესავი, არის ჩემი ერთ-ერთი სერიოზული აქტიური მხარდამჭერი. მას სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, მე არ ვიცი ვინ კონკრეტულად
გუბერნატორმა თუ მერმა წაართვეს ეს ყველაფერი და ის მართლა დევნილი იყო, გაქცეული იყო. დღესაც ძალიან ბევრი ადამიანი თქვენ სწორად ბრძანებთ, რომ ამაში, ესე ვთქვათ, დაზარალებული სტატუსით გამოდის და დღეს სასამართლო თუ მიდის ან ძიება მიდის ძალიან მნიშვნელოვანია. თავი ხე ჩემს უცნაური რა არის იცით, რომ ერთი რომ ნაციონალების დროს მომხდარი ფაქტია და მეორე ეს ადამიანი ამ დროს იყო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც მუშაობდა მეცინება სასაცილო ხდება მერიაში. ანუ დღეს ეს ედავება დავით ჯიქია ედავება მამუკას იმაზე, რაშიც ის ამ პერიოდში იყო იმ სტრუქტურის ნაწილი. შეიძლება პასუხი გავცე? იმ ქალაქში სახსენებენ ბიზნესმენები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ წილები დაათმობინეს. ერთი წელი გაგაცემინებს ეს ხდება, ეს სურვილი მასში. შემდგომში უკვე პორტირებული უკვე ქართულ ოცნებაში ადამიანები, შემდგომში პორტირებული. აი, ბიზნესმენები, რომლებსაც წილები დაათმობინეს, ისინი არიან პორტირებული ქართულ ოცნებაში. არა, ისინი იარაღად გამოიყენეს წინასაარჩევნოდ. წინასაარჩევნოდ გამოიყენეს იარაღად, რომ ეს ტალახი ეხლა გეტყვით, რაც არსებითად შეიძლება მახსოვდეს კონკრეტულად ამ საქმესთან მიმართებით. პირველ რიგში ხაზია გასასმელი. წელიწად და 8 თვე ხო ეს ხელისუფლება, პროკურატურა და მამუკა ჩიქოვანი არის დამნაშავე. შესაბამისად მამუკა ჩიქოვანმა უკანონოდ აღუკვეთა გვარები ფარცხალაძეს და წელიწად და ვისაც დანაშაულია დაიჯება. ძალიან მარტივია რა. მაინც აღზრულიყო ამ მიმართულებით და ერთხელ მაინც მომხდარიყო მამუკა ჩიქოვანის დაკითხვა, მაგრამ ხო თავშივე ცხადი არის რომ ეს არის ტყუილი. მხოლოდ ეს ადამიანი კიდე გვარები დაასახელეთ, არ ვიცნობ იმ ადამიანებს, გურმიშხან ფარცხალაძე და შესაბამისად სხვა პირები წინასაარჩევნოდ ქართულმა ოცნებამ კარგად გამოიყენა, რომ ტალახი ესროლა მამუკა ჩიქოვანი. მაშინ ბატონო მამუკა, მაშინ ქართული ოცნება ბუნებაში არ არსებობდა, ეს ადამიანები რომ დაიჭირეს და წილების გადაფორმების თანავე გაანთავისუფლეს. ამ ორგანიზაციის რამდენადაც საქმის კურსში ვარ, თუ ძალიან გაინტერესებთ. ხა ბატონ რევაზის რომ არ მივბაძო, შესაბამისად შეიძლება ძალიან დიდი სასაუბრო არის, მაგრამ ამ ორგანიზაციის ეგრეთ წოდებული სტამბოლის ბაზრის რაღაც წილი იყო სახელმწიფო საკუთრება და შესაბამისად სახელმწიფო ედავებოდა კონკრეტულად ალბათ რაღაც კონკრეტული თანხების მიდავებაზე. აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული არის სახელმწიფო თანხების მითვისებაზე. ეხლაც იჭერენ, მაშინაც წილები რო გადააფორმა აღარ იყო მითვისება? არა. რა წილები? მე პროკურორი არა ვარ, მაგრამ დურმიშხან ფარცხალაძე და არც მაშინ ვიყავი ჩართული ამ პროცესებში, მაგრამ დურმიშხან ფარცხალაძე ცალსახად მინდა გითხრათ, რომ გამოიყენეს წინასაარჩევნოდ, რომ ტალახი ესროლა. ძალიან ბევრი მსგავსი ადამიანი გამოიყენეს იმისათვის, რომ ტყუილებით მოვიდა ეს მთავრობა, ტყუილებზე აპელირებით მოიგო ხელისუფლება. და აი ხა აქ ხონდა ქალაქში ალბათ და უპრიანი არის კოლექცია. ალბათ უპრიანი. აი მე ვზურ ლაპარაკ არც ეს ადამიანები კიდევ ადანაშაულებენ გურგენიძეს, რომელიც არის თქვენი სიის პირველი ნომერი. ტყუილების აპელირება, მე მგონი უნდა დამთავრდეს. არის კომპეტენტური ორგანოები, გამოსაძიებელია გამოიძიონ, დასაჯელია დაისაჯოს. რა თქმა უნდა, ვინც არის დასაჯელი ამ საქმეზე, აუცილებლად უნდა დაისაჯოს. შესაბამისად, ამისთვის ძალიან დიდი დროც ჰქონდათ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ტყუილები თქვენგან განსხვავებით, ერთ დღეს არ იჭერენ და მეორე დღეს სასამართლოში არ ვიყავ და ციხეში არ უშვებენ რა. ეს არის განსხვავება. იგივე ტყუილებით თავის ხელისუფლების ვადა თავის აი გეტყვით ხა ჯერ ვეღარ მოხდება ხალხი. მაპატიეთ, მაგრამ ერთი ნორმალურად ჩამოყალიბ ადამიანმა ამიხსნას უფროსი სპეციალისტი ფინანსური ზედამხედველობის სამსახურს, რომელიც ამოწმებს რაიონების ბიუჯეტს. რამდენად ხელიწიფებოდა, ეს მაინტერესებს რა, რამდენად ხელიწიფებოდა რუსთავის მერიის მიერ